ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა თანამედროვე ტენდენციებს ერთ-ერთმა პირველმა აუწყო ფეხი. მუნიციპალიტეტის უკეთ განსავითარებლად როგორც ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, ტურისტული, სოფლის მეურნეობის თუ სხვა თვალსაზრისით სპეციალისტებმა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით იზრუნეს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს განვითარების სტრატეგიული გეგმა შეუქმნეს. უფრო კონკრეტულად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგია პროექტის მუნიციპალური განვითარება გურიაში ფარგლებში მომზადდა. პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის ადგილობრივ ხელისუფალთა ასოციაციის, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ევროსაბჭოს მიერ იქნა მხარდაჭერილი. 2009 წლის 19 ოქტომბერს აღნიშნულ კონსორციუმსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. მასში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის, სამეცნიერო წრეებისა და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები გაერთიანდნენ. მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის არსებობის ძირითადი იდეა არის ის, რომ არსებობდეს ეგრეთ წოდებული საშუალო ვადიანი სამოქმედო გეგმა, არსებობდეს ხედვები თუ საით მიდის მუნიციპალიტეტი, რა უნდა, რა საჭიროებები არსებობს, რა კონკრეტული პრობლემები არის და როგორ ხდება აი ამ პრობლემებზე რეაგირება, ეს იქნება ფინანსური კუთხით თუ პროგრამული ნაწილით. სწორედაც ამიტომ შეიქმნა მუნიციპალიტეტის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამუშაო ჯგუფი და ამ სამუშაო ჯგუფში მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის წევრები, თანამშრომლები, მოწვეული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი ტელეკომპანიის, თქვენი ტელეკომპანიის წარმომადგენელიც იყო ჩართული და იდეა სწორედ ამაში არსებობდა და იყო დადებული, რომ შექმნილიყო, განსაზღვრულიყო პრიორიტეტები. მუნიციპალიტეტის სტრატეგიაზე ძალიან ბევრჯერ იყო ოზურგეთში საუბარი და გეტყვით ერთსაც, რომ რამდენიმეჯერ ეს უკვე შეიქმნა კიდეც და ეს არ ახალია ოზურგეთისათვის, მაგრამ თავისთავად მომენტი იმისა, რაც საქართველოს თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციამ დაისახა, ეს არის, რომ შექმნილიყო აი ამ გეგმის შემდგომი ეტაპი. ნებისმიერი გეგმის შემუშავების პროცესი ეს მიდის, რა თქმა უნდა, საბიუჯეტო პროცესის პარალელურად და მიმდინარეობს იგივე გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლების აქტიური და ძირითადი ჩართულობით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ნანა თავდუმაძე სტრატეგიული განვითარების გეგმის არსა და მნიშვნელობაზე, ასევე მის საჭიროებაზე კონკრეტდება. სტრატეგიული განვითარების გეგმა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმები არის ის ძირითადი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომელიც ასახავს მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებს და პოტენციალს და უქმნის გარკვეულ წარმოდგენას ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ამ გეგმის შედგენაში მონაწილეობს და ყველა იმ ადამიანს, რომელზეც ამ გეგმის ყველა მიმართულება აისახება, თუ საითკენ მივდივართ, როგორი გვინდა გქონდეს ჩვენი მუნიციპალიტეტი უახლოეს პერიოდში. ახლა სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობა მოიცავს სხვადასხვა პერიოდებს და სხვადასხვა ეტაპებს. ძირითადად ჩვენ შემთხვევაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უკვე არსებობს გეგმა, რომელზეც მუშაობდა საკრებულოსა და გამგეობის ერთობლივი ჯგუფი, შედგებოდა სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებისაგან. ტექნიკური მომზადების თვალსაზრისით ეს გეგმა უკვე ფაქტობრივად მომზადებულია, მასში არის გაწერილი 4 ძირითადი მიმართულება. ამ 4 ძირითადი მიმართულება განსაზღვრავს სწორედ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას. ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჯერჯერობით უკვე ოზურგეთს აქვს ის საფუძველი და საყრდენი, რომელზეც უნდა მოხდეს შემდგომი ამ გეგმაზე მუშაობა. მუნიციპალიტეტისთვის სტრატეგიული გეგმის ქონა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ინვესტიციები განხორციელდება. ინვესტირება და კაპიტალდაბანდება კი სასიცოცხლო მნიშვნელოვანია პატარა მუნიციპალიტეტისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში ინვესტორი, რომელიც პოტენციური ინვესტორი, რომელიც აპირებს თავის კაპიტალდაბანდება განახორციელოს ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში, ითხოვს სტრატეგიულ განვითარების გეგმას. ანუ მას შედება მყარი გარანტიები იმისათვის, თუ სად შეიძლება აწარმოოს ეს ბიზნესი. ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, ჩვენ მას ვთავაზობთ იმ პოტენციალს, იმ რეალურ შესაძლებლობებს, რომლისათვისაც მას შეუძლია. ერთი სიტყვით ამ ურთიერთობებისათვის, პარტნიორების და ინვესტორების მოსაზრისად გარკვეულ მნიშვნელობას იძენს ეს სტრატეგიული განვითარების გეგმა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმას დოკუმენტის სახე მას შემდეგ მიეცემა, როცა მას საკრებულო დაამტკიცებს. როგორც ნანა თავდუმაძე აცხადებს, გეგმა ექსპერტების მიერ უნდა გადაიხედოს და ქართულ რეალობას კარგად მოერგოს.
მე ვფიქრობ, რომ როგორც მოგეხსენება სტრატეგიული განვითარების გეგმის შედგენა, ეს არის დინამიური ცოცხალი პროცესი, ეს გეგმა განიცდის ცვლილებებს და ეს ასეც უნდა მოხდეს და კორექტირებას, იმიტომ იცვლება დრო, იცვლება რეალობა, იცვლება სხვადასხვა მოვლენები და ახლა როგორც არასდროს საჭიროა ამ გეგმის არა მარტო საჯარო განხილვის თემად ქცევა, მე ვფიქრობ, რომ დამატებით საჭიროა გარდა ამისა სპეციალისტების ამ საკითხში, როგორც ექსპერტების შეფასებები, აუცილებელია ექსპერტების, სპეციალისტების, ფინანსისტების, ეკონომისტების ძალიან კომპეტენტური დასკვნა, თავიანთი ხედვა, ანუ თავიანთი დამოუკიდებულება, რა შეიძლება უკეთ გაკეთდეს, იმიტომ რომ სტრატეგიული განვითარების გეგმის შედგენის მეთოდოლოგია ევროპაში აპრობირებული თუ დღემდე არსებული მოითხოვს ჩვენს გარემო პირობებთან ადაპტირებას, ანუ იმ სინამდვილესთან მორგებას, რომელიც ჩვენთან არსებობს და ამ კუთხით მე ვფიქრობ, რომ გეგმა ჯერ კიდევ საჭიროებს გადახედვას, მაგრამ ეს არ არის დროის დიდი მონაკვეთის საკითხი, მთავარია აქ ექსპერტები დროულად ჩაერთონ. ამიტომ უნდა დაიწყოს ამ გეგმის სასწრაფოდ განხილვაც და მე ვფიქრობ, ამას მოახერხებს ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობა. ერთ-ერთი სეგმენტი სტრატეგიული გეგმის სრულყოფისა საჯარო განხილვებია. გეგმა მზადაა, რომ ფართო საზოგადოებას წარედგინოს, მათგან წამოსული შენიშვნები თუ რეკომენდაციები კი დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში აისახოს. ჩვენ გავეცადეთ ევროპულ გამოცდილებას ამ სტრატეგიული გეგმების შემუშავების თვალსაზრისით. ეს გაგრძელდა შემდეგ იმით, რომ შემუშავდა გეგმის უკვე დაიწყო გეგმაზე პროფილზე მუშაობა. მუნიციპალიტეტების მიხედვით განისაზღვრა პრიორიტეტებიც, ეს გახდა სამჯერადო თემა, ჩვენ ამის შესახებ თავიდანვე ვფიქრეთ, მაგრამ მაშინ ამ გეგმას არ მიუღია თავისი საბოლოო სახე, ანუ ნორმატიული აქტის სახე, რომ ჩვენ ეს გეგმა უკვე მივიღებთ და ვერ მიიღებდა ზუსტად იმის გამო, რომ ითვალისწინებს გეგმა ზუსტად განხილვების საჯაროობის მომენტსაც, ჩვენ უკვე ეს გეგმა ამისათვის მზადა. ეს უნდა გახდეს განხილვის საგანი არა მარტო საზოგადოებრივ დარბაზი, არამედ მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივი წარმომადგენლებისათვის უნდა იყოს ცნობილი. არა მარტო მათთვის, თითოეულ მოქალაქემდე უნდა მივიდეს ეს ხედვა. რატომ გვინდა ჩვენ აქ დავადგინეთ ვიმსჯელეთ ოზურგეთის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, მის მიმართულებებზე, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ხალხს როგორი სურვილი აქვს. მათ როგორ ხედავენ დაუშვათ ოზურგეთს 5 წლის შემდეგ, ხო? კი მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ყავს თუ არ გვინდა თუ რა ძლიერი თვითმმართველობა, გვინდა თუ არა გქონდეს ტურიზმი განვითარებული თუ ასე შემდეგ, ანუ მთელი ეს ფართო ცქელტანიანი ნაშრომი მიმართულია მხოლოდ იქითკენ, რომ ჩვენ გავსაზღვროთ და გავარკვიოთ და ამის თაობაზე თუ საითკენ მივდივართ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საკუთარი მოსაზრებები და მიდგომები გააჩნია სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით. მას მნიშვნელოვან დოკუმენტად მიიჩნევენ. მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა ვფიქრობ, რომ აუცილებელი და საჭირო დოკუმენტია, რადგანაც ის ხელს შეუწყობს რაიონის განვითარებას. მით უმეტეს ძალიან კარგი მომენტი იქნება თუ მოხდება მისი საჯარო განხილვა, საზოგადოებისათვის ცნობილი იქნება ის მიმართულებები, რომლებზეც იმუშავებს მუნიციპალიტეტი, შეიტანს თავის წინადადებებს და ამ შეწანილი წინადადებების საფუძველზე მოხდება პროექტის კორექტირება. და ზოგადად ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს რაიონის განვითარებას, მის წინსვლას, მომავალს და ვფიქრობ, რომ აუცილებელი და საჭირო მომენტი არის დღეისათვის. მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა აუცილებელია. საერთოდ გეგმა, წინასწარი მონახაზი ნებისმიერ საქმეში არის აუცილებელი, მით უმეტეს, როდესაც ძველი ტერმინით რომ ვთქვათ, რაიონის განვითარებას ეხება საქმე. ნამდვილად ასეთი გეგმა საჭიროა და საზოგადოებას წაადგება. და სასურველი იქნება თუ კი მიიღებენ მონაწილეობას საზოგადოების გარკვეული წრეების წარმომადგენლები, განსაკუთრებით ეკონომისტები და რიგითი მოქალაქეები. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, თუ აი იმ პროგრამით, რასაც ემსახურება ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, თუ იმ პროგრამით იმუშავებენ ზუსტად. აუცილებლად საჭიროა, რომ ხალხმა იცოდეს რა გაკეთდება და რის იმედია ხალხს, რომ მომავალში რა იქნება გაკეთებული. და მე ვესალმებით თუ კი რამე ასეთი გაკეთდება. სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, განათლება, ტურიზმი, ოზურგეთელები გეგმაში გასათვალისწინებელ პრიორიტეტულ მიმართულებებსაც ასახელებენ. პრიორიტეტები ჩემი აზრით უნდა იყოს რა. მე ვფიქრობ, რომ ოზურგეთის რაიონში უნდა შეიქმნას გადამამუშავებელი საწარმოები
და მხოლოდ აი ამ კუთხით მე ვფიქრობ ეს არის მთავარი საკითხი და ამას უნდა მიექცეს ყურადღება. თუ კი შეიქმნება საწარმოები, გადამამუშავებელი საწარმოები, ამას ეს წარადგება ოზურგეთის რაიონის მოსახლეობას. რადგანაც მოგეხსენებათ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს სოფლად, გააჩნიათ გარკვეული შემოსავალი, ეს იქნება ციტრუსი თუ სხვადასხვა და ეს ხალხი ვერ ასახებს ამ პროდუქციას და ბუნებრივია თუ კი ასეთი საწარმოები 2 ან 3 მაინც შეიქმნება ოზურგეთის რაიონში, ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდისათვის. და ამ ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული ეს განვითარების გეგმა. ოზურგეთი უფრო სოფლის მეურნეობის რაიონია და უნდა იყოს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტი. რაკი ოზურგეთი ოდითგან სოფლის მეურნეობის რაიონად ითვლებოდა და საქართველოშიც პრიორიტეტული ოდითგან იყო სოფლის მეურნეობა, გეორგია, სახელწოდება აქედან მოდის. მე ვფიქრობ, რომ რაიონის განვითარებაში აუცილებლად სოფლის მეურნეობა იგულისხმება. მით უმეტეს ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებებში ძალიან ხაზგასმული იყო სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა და მე ვფიქრობ, სრულიად სამართლიანად და მიგნებულადაც და აი ამ კუთხით წავა. სოფლის მეურნეობა საერთოდ ხალხის ოჯახური შემოსავალი ხო? ეს არის თავარი ადამიანისთვის, რომ ადამიანი იყოს შემოსავლიანი ოჯახის პატრონი, რაღაც შემოდიოს ოჯახში. აქცენტი უნდა გამახვილდეს განსაკუთრებით განათლების სისტემის უფრო გაძლიერებაზე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, იმიტომ რომ საქართველო არის აგროქვეყანა. ძალიან ბევრი საწარმოები და ქარხნები გაჩერებულია, რომელიც ხალხს დაასაქმებს და კრიმინალი ქვეყანაში არ გაიზრდება, რა თქმა უნდა. ყველა მიცის, რომ სოციალური უთანასწორობა და უკუღმართობა არის ყოველივე უბედურების გამოუწევი. პირველ რიგში არის აუცილებლად ეკონომიკის გამოჯანსაღება და განათლების სფეროს მიხედვა. აუცილებლად ვთვლი, რომ გაწერილი უნდა იყოს, იმიტომ რომ არის კანონმდებლობით დადგენილი არის თუ რა საკითხებში, როგორ რანაირად უნდა ღებულობდეს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობა განათლების განვითარებაში და ეს ძალიან კარგი იქნება ეს მომენტები თქვათ მოსწავლე რომელიც ვერ ასრულებს საბაზო ან საშუალო საფეხურს და რჩება კლასში მათი დაფინანსების საკითხი, სკოლების რეაბილიტაციის საკითხი და სხვადასხვა სოციალურად შეჭირებულების ბავშვების საკითხი, მათი გადაადგილება, ყველაფერი ეს გათვალისწინებული იქნება ალბათ და ჩვენც მივიღებთ შევთავაზებთ ჩვენს წინადადებებს და მივიღებთ ამ განხილვაში მონაწილეობას და სასურველი არის რომ ასეთი დოკუმენტი არსებობდეს. რამდენიმე წელზე გათვლილი მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობაში დაკომპლექტებულმა ჯგუფმა შექმნა, მალე ფართო საზოგადოებას წარედგინება. მე თუ ამის შესახებ თქონდა მე უშუალოდ გავიგებ ამის შესახებ, მივიღებ მონაწილეობას და ჩემს მოსაზრებას უფრო ალბათ განმარტავ და უფრო დასაბუთებას მოვიყვან და მივაწვდი ჩემს მოსაზრებებს. აუცილებლად უნდა მიიღოს მოსახლეობამ საჯარო იმაში მონაწილეობა, ხო? წინსვლის საქმეა და არის და აუცილებელია რომ მოსახლეობამ მიიღოს მონაწილეობა. ეს მუნიციპალიტეტი სწორედ მასებისა და ადამიანებისაა და არა დაუშვათ 1-2 ჩინოვნიკის. რა თქმა უნდა, ისეთი სიბრძნე და განათლება წამოვა უბრალო ადამიანებიდან, რომ არ ვიცი, წარმოუდგენელი. აღნიშნულ დოკუმენტს საჯარო განხილვებისა და დისკუსიების შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულო უახლოეს მომავალში დაამტკიცებს.